Კონკრეტულად მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. კიდევ ერთი საქმე, რომელსაც ახლიდან გამოიძიებენ, გურამ შარაძის ყოლობის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. კიდევ ერთი საქმე, რისთვისაც პრეზიდენტ სააკაშვილს დაკითხავენ. დღეს მე-9 არხის საქმის ახალმოწმეს შეხვდა, რომელიც 5 წლის შემდეგ ალაპარაკდა. მისი თქმით, მსჯავრდებული გიორგი ბარათელი მას ყოლობის მომენტში არ უნახავს. Ay, vaime, sen gaynatვალეთ. ამან მკვლელი ნახა, მანქანა ნახა. რუსუდან შარაძემ მამის მკვლელობის საქმის ახალი თვითმხილველი ნახა. გადმოვიდნენ გააჩერეს, მაგრამ ვიღაცები. ნარგიზ ერისთავი ერთადერთი ადამიანია, რომელიც აკადემიკოს მელიქიშვილის ქუჩაზე სიკვდილამდე ესაუბრა. დაინახა ავტომანქანა, რომელიც ქუჩაზე იდგა და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მისი თქმით არაფრით გავს მკვლელობისათვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს. ახალი არის და არის არავინანია. ერთი ბიჭი მე იმაზე შევეცი, მე როდეს გადაგჭირა და ერთი ბიჭი ამორბოდა და ხო მაშინაც გიქხა. მეტი და როდეს რო ბიჭი ამოკვეთა ისა, მე შეიძლება ისე მორბოდა პატარა ბიჭი რა თანიც საკეთარა. და მე ხო გიქხა როგორც კი მაგარია. ახალი მოწმის ვინაობით, რომელიც აკადემიკოსის მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ გამოჩნდა, სავარაუდოდ ძიება დაინტერესდება. თავიდან დაკითხვას ითხოვს გიორგი ბარათელიც, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ერთადერთი მშავრდებული. ის უარყოფს მისი მიმართვა უკვე შევიდა პროკურატურაში, ითხოვს თავიდან დაკითხვას, ითხოვს საქმის თავიდან გამოძიებას და აცხადებს, რომ ის არაფერს შუა შერეს, სრულიად უდანაშაულ. საქმის ხელახალი გამოძიების შემთხვევაში მთავარ პროკურატურას ქვეყნის პრეზიდენტისა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკითხვას მოუწევს. გურამ შარაძიშვილი მათ მძიმე ბრალდებას უყენებს. ეს არის პირადად მიხეილ სააკაშვილის შეკვეთა, რომელიც როგორც ეხლა აღმოჩნდა პატიმარი გიორგი ჩიხლაძე, როგორც აცხადებს, შეასრულა დაგეგმა დათა ახალაიამ და შეასრულებინა ორ რომელიღაცა მკვლელს, მაგრამ ეს ორი მარტო ეს 3-4 კაცი კი არ არის ამაში. ამაში მთელი ჯგუფია. გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს საღამოს 9 ნახევარზე მოკლეს. ძიებამ კი მკვლელობის ბრალდებით გიორგი ბარათელი დააკავა და 27 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბარათელმა დაკავებიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ სასამართლო პროცესზე აღიარა დანაშაული. თუმცა მკვლელობის კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, მან საკუთარი თავი ვერ ამოიცნო. უფრო მეტიც, ოჯახის მტკიცებით კადრებში აკადემიკოს ორი ადამიანი ესვრის, სადაც ბარათელი საერთოდ არ ჩანს. მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ ბარათელმა უარყო შარაძის მკვლელობა და სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. რუსუდან შარაძე რამდენიმე დღეში პირადად შეხვდება მამის მკვლელობისათვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს ციხის საკანში. მოტრიალდება, მერე უკან ბრუნდება და კიდევ მეორე გასვლას ახორციელებს, ტრიალდება და მერე გარბის.